გამარჯობათ, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ესენი მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. მართალია, ჯერ მოდუნებას არც ვაპირებდი, მაგრამ რომც მომენტომევინა, ესენი იმის ფუფუნებას არ მაძლევენ, რომ ჩემი კალამი გადავდო და მხოლოდ აისითა და დაისით შევიქციო თავი და კარგი ყავით. ესენიში მსოფლიო ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ საზოგადოებას ვგულისხმობდი. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანუ კაია კალასის აზრების გამხმოვანებელმა ვინმე ანიტა ჰიპერმა ბრძანა, რომ ჩვენ ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ BBC-ს გადაცემაში მოყვანილ ბრალდებებთან დაკავშირებით. თავიდან ვერ გავიგე, რას გულისხმობდა ის ვინმე ანიტა, რა ქიმიურ იარაღზეა ლაპარაკი. ჯერ ჩემი გულუბრყვილო ბუნებიდან გამომდინარე ვიფიქრე, როგორც იქნა ობიექტურმა BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება ვიეტნამის ომის დროს 50 წლის წინ ამერიკელები ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევისთვის მომწამლავ აირს Agent Orange რომ იყენებდნენ მეთქი. სხვათა შორის ის აირი გარდა იმისა, რომ ტროპიკულ ტყეებსა და ნარგაობას სპობდა, ასევე საკმაოდ არასასიამოვნო ზემოქმედებას ავლენდა ცოცხალ ორგანიზმებზე, იწვევდა ონკოლოგიურ დაავადებასა და გენეტიკურ მუტაციას. და მე მეგონა BBC-მ ამ საქმის გამოძიებაც დაიწყო და თურმე რას ამბობ. თურმე საქმე ეხებოდა შარშან ჩვენთან ძალიან უწყინა რეაქციების წყლის ჭავლით მოპყურებას. და იმ წყალში თურმე, როგორც BBC-ს ვიღაც ესკულაპმა ამცნო, პირველი მსოფლიო ომის დროიდან შემორჩენილი ქიმიური ნივთიერება იყო შერეულიო. ხოდა საკუთარი სიდიადით გაბრენძილმა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ანიტა ჰიპერმა მკაცრად უბრძანა საქართველოს, რომ ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. კარგი, BBC-ს მესმის. BBC რაც არის, ეს უკვე დიდი ხანია ყველამ გავიგეთ, მას თუ მისი ზემდგომი ბრძანებლები სპეცსამსახურის მუშაკები უბრძანებენ, BBC იმასაც იტყვის, რომ მზე დედამიწის გარშემო ტრიალებს და მერე დისკრედიტირებულმა მზემ თუ ყოჩაღია და თუ ყავს კარგი ადვოკატები, ამტკიცოს საპირისპირო. კაია კალასის კლონის ანიტასიც მესმის, რასაც კაია ეტყვის, იმას იმღერებს ის ანიტა ეგბერგი. ეგბერგი რა იყო? ანიტა ჰიპერი. აფსუს, ანიტა ეგბერგი ყოფილიყო. ამ სისულელეს სიამოვნებით გაუტარებდი, მაგრამ იმის გამო, რომ ანიტა ჰიპერი ანიტა ეგბერგი ვერაზროს გახდება, ამიტომაც ვბრაზობ. ხოდა იმას ვამბობდი, რომ მესმის რაღაცით მაინც ხომ უნდა დაკავდეს საგარეო საქმეთა ევროკომისია, რომელსაც მგონი სერიოზულად უკვე დიდი ხანი არავინ აღექვამს. მის კომისარ კაიას უსაქმურობისგან უკვე ვარდისფერი სპილოები ელანდება და ამიტომ ნებისმიერი გამოცხადება მისგან მოსალოდნელია. არ გამიგვირდება ხვალ ბაქტერიული და ზეკი ბირთვული იარაღის გამოყენება, რომ დაგვწამონ. და ისე რა, განაცუდი იდეა ევროკომისრებო, თქვენი რა მიდის? თქვით, რომ საქართველოში აქციების დასაშლელად პოლიცია ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს იყენებდა. ხო, კაი, ბირთვული უკვე გადავამეტე, მაგრამ ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ ბაქტერიული იარაღი, იმ ბაქტერიების გამოყენებით, რომლებიც ნაადრევ ჭკუას უსტობას იწვევს, სახელმწიფომ ალბათ მართლაც გამოიყენა გულანთებული უსაქმურების წინააღმდეგ. ხუმრობ და ახლა რომელიმე აღგზნებულმა ევროკომისარკამ ჩემი სიტყვების ამოქმედო გეგმად არ გამოიყენოს. მოკლედ, იმას მოგახსენებდით, რომ მათი აღარ მიყვეს, მაგრამ ვინც ჩემში ჯერჯერობით ბავშვურ გაკვირვებას იწვევს, ეს ლელოელების სპიკერი თაზო დათუნაშვილია. ის თავისი პარტიის ტრიბუნასთან გამოისახა და ისტერიკაში ჩავარდა. პირზე დუჟმორეული ყვიროდა, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. საქმე გვაქვს რუსული ტიპის კვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან, რომელიც საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს გამოიყენებს.
მოკლედ, ბევრი იბღაულა დათონაშვილმა და ბოლოს დასძინა, რომ რთულია BBC-ს დამაჯერებლობაში ეჭვის შეტანა. დიახ, მეგობრებო, BBC-ს ნაბოდვარი თაზოსთვინ წმინდა წერილის ანალოგიაა. და ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი BBC-ს უჩივის მისი გამოსვლების ფალსიფიცირების გამო, თაზოსთვინ ეს არაფერს ნიშნავს. BBC მისთვის მაინც უმწიკლოა, ვითარც თვით ბადრი ჯაფარიძე. Und დღევანდელ საქართველოს ვინმე, სულელთია ვინ რამე ცუდი თქვას, თაზოსთვის ის ძმა და მეგობარი გახდება. დარწმუნებული ვარ, ხვალ პუტინის მთავარმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა საქართველოს რამე ბრალი რომ წაუყენოს, დათონაშვილი ამას სიხარულით აიტაცებს. ტრიბუნასთან გამოიჭიმება და გვამცნობს, რომ რთულია სალავიოვის დამაჯერებლობაში ეჭვის შეტანა. კი თქვი, მიკვირს მეთქი ლელოელი სპიკერის სიბრიყვისა, მაგრამ მე დავფიქრდი და რატომ უნდა მიკვირდეს? რა არის მის სიბრიყვეში ახალი? განა არსებობს რამე ბოდვა ხელმოცარულმა ჰოპოებმა რომ არ აიტაცონ. ოღონდაც ეს ბოდვა მათი დაუმარცხებელი მტრის ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ იყოს მიმართული. ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო. ანონიმური ზარი უნდა გავახორციელო ლელოს შტაბ-კვარტირაში და უთხრა, რომ მომსწრე გავხდი პუტინი ივანიშვილს წითელი დროშის ორდენით, როგორ აჯილდოებს ალიკა ელისაშვილის სრულიად უმიზეზო დაკავებისთვის. დიახ, ასეთი რამე რომ გავაკეთო, მერე ნახეთ შარვლებიდან სიხარულით როგორ ამოხტებიან ეს სიმართლისთვის მებრძოლი ლელოელი ბაცილები. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.